რაიონში ერთ-ერთ ჩემს სოფელში კეთდება სკვერი. რამდენიმე თვის მანძილზე კეთდება ეს სკვერი. ამ ყველაფერს ვადევნებდი თვალს ჩემს სოფელში და არ შევდიოდი შიგნით ვინაიდან ხედავდი რომ სულ ქართველები მუშაობდნენ და დღეს დილას აღმოვაჩინე სულ შემთხვევით რომ უცხო ტომელები შევამჩნიე. რაზედაც მე აუცილებლად დავინტერესდი და მივედი და დავიწყე გადაღება ამ ყველაფრის, ჩამოიყვანეს დასასახმებლად. 112-ში დავრეკეთ და მოვითხოვეთ საიმიგრაციო სამსახური, რაზედაც მივიღეთ პასუხი რომ კახეთის რეგიონს არ აყავს საიმიგრაციო სამსახური პოლიციიდან. მოვიდნენ და დავიწყეთ პასპორტების შემოწმებები. მარტო მაინტერესებდა ის თუ რამდენად ლეგალური იყო მაგათი მუშაობა და რამდენად ლეგარულები იყვნენ შემოსულები. კომპანიის ხელმძღვანელმა აღიარა რომ ესენი იყვნენ უბრალო შავი მუშები. აი ეს ხალხი რომელსაც არც ქართული იციან, არც ინგლისური, რამდენიმე დღის ჩამოსულები ჩანან და პირდაპირ რეგიონში ქართველებს სამსახური წაართვეს. ზუსტად ვიცით სახელი და გვარებით ვინ გააგდეს სამსახური და რომ ესენი აეყვანათ. სიღრაღის რაიონში ერთ-ერთ ეს არის სურათი დაახლოებით ეს არის რეალურად სამთავრობო პროექტია სკვერს აკეთებენ ადგილზე და ქართველები გაყარეს. მოდი აი ქართველები ძვირად მუშაობენ. გაუშვათ და მოიყვანს პაკისტანელი. იაფადი მუშაობა საჭმელიც არ უნდა. ეს ხო არის კაი კერძო ახსნა და კაი კერძო დემონსტრაცია იმისი საქართველოსთან ხალხი რატო გარბის. აი ვიღაცა რო ამბობს რომ ბიჭო რატო გარბის საქართველოსთან რამდენი ადამიანი და ბიჭო რავი აი კონკრეტულად ამიტომ რა. კახეთში რო ვიღაცა პაკისტანელს ჩაიყვანს მიწის ამოსათხრელად, იმიტომ რომ 60 ლარის მაგივრად 40 გადაუხადოს. ეგეთი იდეოლოგიით რო იმართება ქვეყანა, ეს ეგეთი ქვეყანა აუცილებლად დაიცლება. აი ცოტა არ იყოს ისეთი რაღაცა ხდება. მე იტყვიან ის ხალხი წავიდა. ეგ ხალხი წავა ბაში. აბა ეხლა 60 ლარზე რომ მუშაობდა და აღარა აქვს შენ შეუქმედი ყველა პირობა რომ ეს ხალხი აქედან წასულიყო. შენ გააკეთე აბა თავისი არავის არ უხარია კაცო საკუთარი სახკარის და ოჯახის წევრების დატოვა. არავის არ უხარია უცხო ქვეყანაში მუშაობა. და მე მთავრობის მხარდამჭერი რა სიტყვის იცლება ქვეყანა და რა ცუდი. ჩვენაშუაში რა ცუდია ხალხი მიდის და რა გააგდეს სამსახური და პაკისტანელი მოიყვანე. და აღარა აქვს სამსახური და ადგა წავიდეს სადაც პოლონეთში მუშაობს, ხო? და მე მაგაზე რო აკრიტიკებ, იცი რა, კარგი ნავს არ ყევთ და მაგიტო პარტია არ უნდა გქონდეთ. და მაგაზე ცდილობენ რომ პარტია არ ქონდეს და ხმას ვერ ვიღებდეთ, რომ ამაზე მარტო ჩვენ ვიღებთ ხმას. რომელი სხვა ეგრე წოდებული მოკონსერვატორო არხი რო იყო ან რაღაცა ისინი რა ქვია, სპიკერები და ასე. სად არის აბა მათი ხმები? ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს მე მაინტერესებს. აი ქართულმა ოცნებამ რა უნდა გააკეთოს. რა უნდა გიქნათ ქართულმა? ხო, აი უყურეთ რა ხდება. ესე იგი ბიუჯეტის ფული აიღეს, ქვეყნის ფული აიღეს თავის ბიზნესმენს, თავის ჯგუფებიდან, ვინც უნდა იხეიროს, ეგეც მოაგებინეს ტენდერი, ქართველები გაყარეს სამსახურიდან, ჩამოიყვანეს იაფი მუშახელი სხვა ქვეყნებიდან. აი მეტი რა უნდა გიქნათ, მე არ ვიცი, აი ქვეყნის ფული აიღეს, თავის კაცს მისცეს, თქვენ გაყარეს სამსახურიდან და მეტი დარჩათ. 20 ლარით მეტი დარჩა. ხო, აი მეტი რო დარჩენოდათ, აი იმ თავის კაცს და თვითონ გაყარეს სამსახური. აი რა არის იცით? თან არანაირი მოცემულობა იცი, საერთოდ პოლიტიკასთან სამწუხაროდ ასეთი რაღაცები ვერ კავშირდება ხოლმე. აი ასეთი რაღაცები ხდება უფრო და უფრო უარესი. ეხლა გაივსო ქალაქში უკვე მალე ქართველები ასე თუ გაგზელდა უცირესობა ვიქნებით, ხო? სამსახურებს ყველა დაკარგავს. იმიტომ რომ ყველა სამსახურში ისინი უფრო იაფად იმუშავებენ. ხო და გაიქცევიან თან აქედან ხალხი, ხო?
ვიღაცა გამოხტება მე ეგ კაია იაფი მუშახელი ეს არის რაღაცა ბაზრის უხილავი ვიღაც დეგენერატი გამოხტება გააправებს ყველანაირად ხელი შეეწყობა ამ პროცესს და როცა საქმეზე მიდგება პოლიტიკას კი არ დაუკავშირდება ეს საკითხი პოლიტიკა დატრიალდება ისევ ვაიმე ნაცები არიან გასასამართლებელი ვაიმე რაღაცა საერთოდ რაღაცა ზღაპრები რომლებიც რეალობასთან კავშირში არ არის რეალობა არის ეს ანუ აი რეალობა აი ნამდვილი ხელშესახები რეალობა ეს არ არის არის ეს ხალხო რაღა დროს ნაცების გასამართლება და რაღაცა სისულელი მოგონილი რაღაცა დღის წესრიგი ხო აი რაღაცა სამართლო შექმნეს ეხლა აი პროცესი რა არის ისი დასხდნენ და ასამართლებენ ნაცებს რაღაცა შოუ მოაწყეს რეალიტი შოუ ეს ხდება ქვეყანაში ანუ ქართველები გაყარე საქართველოს ბიუჯეტის ფულით ტენდერი გაამარჯვებინეს შენ კაცს ქართველები გაყარე ჩამოიყვანე იაფი მუშახელი უცხოეთიდან რა შოუებს მიდგავთ კაცო აქ აი ეგ ეს პოლიტიკას დაჭერა გინდა დაიჭირე რა მე გაჩერებ არაფერი დაჭერა ჩვენ ვითხოვ რა დაჭერა ნაცები გაასამართლო 14 წელია არასამართლე აქ სინამდვილეში მარტივი რაღაცაა კაცო ესეთი რაღაცები რო ხდება ეს თუ პოლიტიკაში არ გადმოვიდა ეს საკითხი ამ საკითხების მოგვარება თუ პოლიტიკაში არ გადმოვიდა არ მოგვარდება აი პირიქით უარესად ვიღაცა ვიღაცა დეგენერატები რო წერენ ხოლმე რომ ზედმეტი ლაილაის დაანებეთ თავის საქმე დაგვანახეთ ბიჭო აი მე მგონი საქმეს პოლიტიკური ჯგუფების გარდა საქართველოს ჩვენ გარდა არავინ არ აკეთებს საქმე არის ეს რაღაცა პრობლემები რომელზეც კაციშვილი ხმას არ იღებს მაგ პრობლემებზე ლაპარაკი და ხალხისთვის ახსნა ეგ პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს ეგ არის პოლიტიკოსის გაკეთებული საქმე სხვა საქმე პოლიტიკოს არ მოეთხოვება ისე რომ იცოდით და მაგ საქმეს რო ვაკეთებთ ჩვენ მაგიტო არის რომ არ გვაძლევენ პოლიტიკური საქმიანობის საშუალებას თან როგორი რაღაცა იცი ახლა რა ვიცი მოდი ძალიან ცუდი ტრაგიკული პროგნოზიც გავაჟღეროთ ცოტა აზრზე რომ მოვიდეს ზოგიერთი რომელიც ვერ ხვდება რატომ არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყნისთვის და არა რაღაცა ის გამოგონილი იმიტირებული რაღაც შოუ რომელსაც ამ სამთავრობო თუ ვითომ ოპოზიციურ არხებზე ვხედავთ ხალხო ჩვენი გენოფონდი ნელ-ნელა კვდება სხვადასხვა მიზეზთა გამო ცხადია ყველაფერი უკავშირდება იმ ყოფას რა ყოფაზე პასუხისმგებელი პირდაპირ მთავრობა აბა მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი კაცო შენ აბა რისთვის ჭირდები მთავრობა კონსტიტუციაში გიწერია რომ შენი ამოცანა უნდა იყოს ქართველების საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და უზრუნველყოფა ამ ამოცანას არასრულებს ეს ხელისუფლება და აგერ ხელშესახებია საქართველოს დემოგრაფია კვდება უფრო ნაკლები ბავშვი იბადება ვიდრე გარდაცვლილთა რაოდენობაა და რაღაც წარმოუდგენელი ემიგრაცია აქედან გადიან ადგილობრივი მკვიდრები და რაღაც რო ცხოვრებაში რო ისტორიის განმავლობაში რო შეხება არ ქონდა ეგეთი ღატაკი ქვეყნებიდან ჩამოდიან იაფი მუშახელი და ასე შემდეგ ხო და უყურეთ ეს ყველაფერი სადამდე მივა ხალხო 5-10 წელიწადში ეს ვითომ იაფი მუშახელად რო არის შენთვის მიწოდებული ეს ჯერ წაგართმევ სამუშაო ადგილს შენ გაღარიბდები იმიტომ რომ ეს აქ რო რაღაცას ქმნის ამას თავის ქვეყანაში აგზავნის შენ კი არ გიტოვებს ქართველი რო ყოფილიყო სულთა ჯერ კომერციული ეკონომიკური ლოგიკით რო შევხედოთ ქართველი რო ყოფილიყო იმ ადგილზე ის ქართველი აქ ხარჯავს მაგ ფულს და ეგ ფული შენამდეც აღწევს შენში ტრიალდება ეს იაფი მუშახელი ვიღაც აქ რო ჩამოდის და ქართველის ადგილს რო იკავებს იმ თანხას თავის ქვეყანაში აგზავნის რაც იმას იწვევს რომ შენ ზღარიბდები ეს ეკონომიკური ეფექტი და ეკონომიკური ეფექტი გვერდზე რო გადავდოთ ეს უსაფრთხოების საკითხიცაა კაცო ეგზისტენციალური საკითხია
თუ დემოგრაფიული ბალანსი შეიცვალა, რაღაცა მომენტში ეს ხალხი გიტყვის, რომ იცი, მე საერთოდ თვლი რომ ეს ჩემი ქვეყანაა. ვიღაცა აი ყველაფერი მივა დაპირისპირებამდე. ამ პრობლემის ვერ წამოწევა წინა ხაზზე ეგ ხო ცოტა როგორი საკითხია იცი? აი არსებობენ მთელი რიგი ადამიანების, რომლებიც ინტერესებიდან გამომდინარე, რავი, ზოგი ფინანსდება პირდაპირ მაგ ბიზნესმენებისგან, ზოგი რატო. მაგრამ არსებობენ ასეთი ხალხი, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ არა ეს კარგია, კარგი პროცესია. კარგია, რომ საქართველები გაყარეს სამსახურიდან და იაფად მუშაობენ. ასეთი ვიღაცები ჩამოიყვანეს, იაფად მუშაობენ. აი თუ კი რამე პრობლემა ადამიანმა უნდა გაიგოს პირველ რიგში და შეცდომა არ უნდა დაუშვას, ეს არის. შენ რო გაგაგდეს სამსახურიდან და სხვა რო ჩამოიყვანეს და ის რო მუშაობს. ეგ რო შენთვის ცუდია. პირველ რიგში ადამიანმა უნდა გაიგოს ეგ. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში იმდენად აი ეს პოლიტიკა არის რაღაცა მართლა ვიწრო ჯგუფების მომსახურე პერსონალით გაჯერებული, ტელევიზიები იმდენად რაღაც პროპაგანდისტულ საშუალებებად არის ქცეული, რომ ასეთი საბაზისო საკითხებიც კი ხერხდება და ხალხი იბნევა ასეთ საკითხებში. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც საერთოდ კამათი არც კი უნდა ხდებოდეს. ეს არის საკითხი, რომელშიც ჩამოგიყვანეს შენ დაგაზია. შენი ბიუჯეტი გაიფლანგა. შენი ბიუჯეტით მოახმარეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ვიღაცას შეიძლება აი ბევრს გაუჩნდეს როგორი განცდა, იცი, აი საქართველოში ძალიან მომრავლებული განსაკუთრებით აი ლიბერალური პროპაგანდის შედეგად, რომ აი იცი რა, ჩვენებიც ხო იქ ჩადიან, ჩვენებსაც რო ასე მოექცნენ და ის ხო მუშაობს და რატომ იადგნენ იქ და ჩვენები სადაც ჩადიან იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენების და სხვების ჩადიან, ეგეთი პოლიტიკის გამო ეხა აქვს დედა ნატირები. და ჩვენებს იქ რო ცუდად მოექცნენ, მე მაგას არ ვემხრობ პირიქით, რითიც შემიძლია უნდა ჩვენები იქ დავიცვა. მაგრამ იმ ქვეყანას უნდა შეხედო და გერმანიას მაგალითად რო შეხედავ და ქალის ღამე ცოტა გარეთ გამოსვლა ადრე რო პრობლემა არისო და ეხა რო პრობლემაა ან ინგლისში ლონდონის მერი რო პაკისტანელი გახდა. მაგითი უნდა მიხვდე რაღაცებს რო ეგეთი პოლიტიკა ქვეყნისთვის არ არის კარგი და საერთოდ აი ჩვენ რაღაცებს რთულად ხსნით შეიძლება ვიღაცები საერთოდ ვერ იგებენ რა და მოდი აი ძალიან მარტივად აგიხსნით ხო რა ამ ქვეყანაში არის სულ ორი ტიპის პარტიები ერთი ოცნებაც გირჩიც ნაცებიც ლელოც გახარიაც ყველა ამბობს რომ 60 ლარად ქართველის მიერ ამოთხრილი ორმო კახეთში და 40 ლარად პაკისტანელის ამოთხრილი ორმო ეკონომიკური ლოგიკიდან გამომდინარე პაკისტანელის 40 ლარად ამოთხრილი უნდა გვერდჩივნოს. ყველა ეგ პოლიტიკური ძალა ამბობს მაგას. ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელიც ამბობს თუ არა ჯობია ქართველს გადაუხადოთ 60 ლარი ვიდრე პაკისტანელს 40 ვართ ჩვენ. ჩვენ გარდა სხვა პოლიტიკური ძალა ეგეთი არ არის. რომელთაც აი პარტიის პრეტენზია აქვს. და ვიღაცა მაგაზე როგორ ეგ ხო ძვირდება და ბიჭო კარგია რომ ძვირდება. ძვირდება რას ნიშნავს იცი? ჩვეულებრივ მშრომელ საქართველოს მოქალაქეს მეტი უნდა გადაუხადო. ხელფასი იმისი ხელფასი გაიზარდა. რატო იცი? დაიცავი რომ უცხოეთიდან სადღაც ისეთი ადგილიდან სადაც ჭიებს ჭამენ ან რაღაცა არ ვიცი ერთ სპილო გაჭლიტავს ერთი რაღაც თებში ბრინჯის გამო ერთი დღე რომ მუშაობს აი ეგეთი ადგილიდან რო არ ჩამოყვავს ხალხი რო აქ უფასოდ იმუშაოს ოღონდ საჭმელი აჭამო აი მაგისგან თუ დაიცავ ქართველ მუშას კი გაუძვირდება იმ კომპანიას ეგ მომსახურება, მაგრამ მე რატო არ აგრძელებთ რა მოხდება? ანუ თქვენი აზრით რა მოხდება? აი გაუძვირდა მაგ კომპანიას და რა
აღარ ამოთხრიან კახეთში იმ 40 თუ რა მოხდება? არა, უბრალოდ ქართველი ჩვეულებრივი მუშა ცოტა მეც იშოვის და ან ის ბიზნესმენი ცოტას მეც მოიკლებს, ან სახელმწიფო ბიუჯეტს ოდნავ მეტი მოუწევს და ოდნავ მეტი ჯობია სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწიოს ან იმ კონკრეტულ ბიზნესმენს ცოტა ნაკლები მოგება დარჩეს, ვიდრე ეს ქართველი გაიქცეს იმ კახეთიდან და იქ პაკისტანელი დასახლდეს. ჩვენ ეგრე ვაყენებთ საკითხს. სხვები ხო სხვანაირად აყენებენ. აი ვისაც პაკისტანელის 40 ლარიანი ამოთხრილი გირჩევნიათ ქართველის 60 ლარიანს, ხო? თქვენ იმათ უნდა მიცეთ ხმა. და ვინც ხვდებით რომ ეგ არასწორი მიდგომაა, მაგ ხალხმა უნდა გააცნობიეროთ რომ ბიჭო, ნაცი, ქოცი, მიშა, ბიძინა მაგას ცოტა ხანი თავი დაანებეთ და ამითი დათვალეთ. და აქედან გამომდინარე გააკეთეთ პოლიტიკური არჩევანი. პაკისტანელის, ბოდიში ერთს დავამატებ, პაკისტანელის 40 ლარიან ამოთხრილი რო იძახის ვიღაცა მე მირჩენია, ჩვეულებრივი ადამიანი, არა მილიონერი, რომელიც იმ კომპანიის მეპატრონი იქნება. მან უნდა ესმოდეს რომ ის 40 ლარად მარტო იმ 40-ს კი არ ან რაღაც კვერს კი არ გააკეთებს იქ. შენს გაგიაფდება, შენ სხვაგან გეტყვია როგორც აგერ კურიერებს უთხრეს, რომ არ გაწყობს იაფად მუშაობა ქართველ კურიერს. გაგიშვებ და პაკისტანელს ვიღაცა ტაქსისტი ხართ ხო? Google Maps ჩართავს ეგ და ქართული ვაფშე არ ეწოდინება იulis. ვიღაცა სადღაც შენებლობაზე მუშაობთ, გაგაგდებენ სამსახურიდან მაგას აი. აქამდე თუ კომპანია უწევდა. პარიკმახერი ხართ, ინდუსით შეჭრის თმას. ვიღაცა რაღაც გამყიდველი ხართ მაღაზიაში, თქვენზე იაფად გაყიდის ვიღაც. ანუ ყველა უნდა გააცნობიეროთ, რომ ჯუნგლებიდან ჩამოყვანილი ტიპი ძალიან ცოტა სპეციფიკური საქმის გარდა 99% თქვენ ვინც გვიყურებთ თქვენ სამუშაოს თქვენზე იაფად ეგენი შეასრულებენ და თუ თანახმახართ რომ თქვენ გაგაგდონ სამსახურიდან და ისინი დაასაკონ, მაშინ იმ პარტიებს მიეცით, კაცო, ხმა არ არის პრობლემა. სხვათა შორის აგერ ვინც ეს ვიდეო გადაიღო იქ და ეგ ჩვენი თანამოაზრეები და თანამებრძოლები არიან. ანუ მაგას მნიშვნელობა აქვს. იქ ეხლა ვინც რეაგირებს, აქ, იქ, სადღაც, ან გაშუქების კუთხით, ან იქ მისulis და პასუხის მოთხოვნის კუთხით, ხო? ეგ ეხლა მაგალითად ჩვენ საზზე მყოფი ხალხი და ჩვენი თანამებრძოლები არის, ვინც ვიდეოზე ჩანს, გიორგი ხატიაშვილი ჩვენი თანამებრძოლია სიღნაღში, მაგალითად სიღნაღის რაიონში, ხო? ხო და მან მაგას როცა კითხვა ჩდება, აი რაშია საჭირო აი კონსერვატიული პარტია თუ ოცნება გაკონსერვატორდა, რავი, აი ასე გაკონსერვატორდა, ჩანაცვლება ხდება მოსახლეობის და ვიღაცა ხმას რო იღებს მაგაზე, მაგის ძალა უნდა ქონდეს, რომ ხმას იღებს, რაღაცა სისტემა უნდა არსებობდეს, პოლიტიკური რაღაცა ძალა უნდა არსებობდეს, რომელსაც ხმაური შეუძლია და მაგისი ეშინია სინამდვილეში, მასტი ტელევიზიის არსებობის ეშინია. ეგ დისკომფორტებით, მასტი პარტიის არსებობის ეშინიათ, რომ ამაზე შეაწუხებს ვიღაცა, გაავრცელებს ამაზე ინფორმაციას და დაარჩენი ქვეყანა რომ გაბრაზდება, მიაწვევა და კომფორტული აღარ იქნება, მე მარტივი აღარ იქნება პოლიტიკის გატარება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ეს მაყურებელს უნდა ავუხსნათ კაფიოდ. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არაფერი არ არის, ხალხო. შეხედეთ დასავლეთი რა დღეშია. დასავლეთი რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა აი ამ არასწორი პოლიტიკის გამო. უკვე ისინი შეტაკებები ხდება ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ მიგრანტებს შორის. უკვე არჩევნებში იგებენ ის მიგრანტები. ოღონდ არჩევნებს რანაირად იგებენ, იცი? ის კი არ ინტეგრირდა იმაში, ინგლისელი კი არ გახდა, კაცო ამბობს, რომ აქ ჩემი წესები უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა აქ. და ჩვენი რელიგიური ნაგებობები უნდა ააშენოთ, ჩვენი ტრადიციები და კულტურა უნდა გაავრცელოთ. საერთოდ გვინდა რომ ამ ქვეყანას სხვა სახელი დავარქვათ. ეგეთი პრობლემების წინაშეა უკვე დასავლეთი. და რატო ვიმეორებთ იგივე შეცდომას? მოგწონს ის რაც ხდება ეხა იმის პარიზის ქუჩებში, ლონდონის ქუჩებში. რაზეც საუბრობს ამერიკის პრეზიდენტი, რაზეც საუბრობენ ევროპელი კონსერვატორები და იმ ევროპას კაცო აქვს პოტენციალი რომ გადაურჩეს. ისინი იმათ აქვთ ყველანაირი რესურსი რომ ეს რაღაც მავნებლობა, ეს გამოტოლერანტებული პოლიტიკა ნაგავში გაუშვან და გამოჯანსაღდნენ. ეხლა გერმანელი 80 მილიონია, სულ 40 მილიონი დარჩეს. რა პრობლემაა? გვერდზე თავისნაირი ქვეყნები ყავს და
ჩვენ 3 მილიონიანი ერი აი ამ გარემოწვაში ასეთ შეცდომას რო უშვებთ, ჩვენ შეცდომის დაშვების საშუალება არ აგვაქვს, ხალხო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ ეს პოლიტიკა და ეს დინამიკა ასე გაგრძელდა, 5-10 წელიწადში შემოbrunებადი აღარ იქნება ეს, ან მოგვიწევს სერიოზული ბრძოლა. ეხლა მე არავის არ ვაშინებ, მაგრამ ეს ბრძოლა შეიძლება მათ შორის დიდ სისხლში გადაიზარდოს.